მოახერხეთ მოსვლა უამრავი რამ ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინიციატივა გავაგრძელოთ და ვიმსჯელოთ განათლების პოლიტიკის საკითხებზე, იმაზე, რაც ასევე ყველაზე მეტად ჩვენ გვაწუხებს, იმიტომ რომ ჩვენზე მეტად ნამდვილად ვიმეყარება, რომ ვინმე სხვამ ილაპარაკოს და პრიორიტეტიზაცია ამ თემის მოახდინოს. მორიგი სამშაბათობა არის და დღესაც ვილაპარაკებთ ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე, რეფორმად წოდებულზე, რომელიც განათლების სამინისტრომ და სახელმწიფომ წარმოადგინა. ეხლაც ვნახე, რომ აგერ რომელიღაცა რეგიონში იყვნენ და იქ წარუდგენდნენ საზოგადოებას, ეს ძალიან საინტერესო ფენომენი არის, რომ ჯერ რაღაცა განახორციელეს, დაიწყეს და ეხლა თქვათ საზოგადოებას აცნობენ და ეუბნებიან, თურმე როგორი კარგი არის ეს რეფორმა. თავის მხრივ თქვათ რაღაცა უნიკალური მოვლენა არის, როდესაც თქვათ ნაკლები განათლებით, ხო, ან შემცირებული განათლებით, მე-12 კლასის შემცირება, საბაკალავროზე 1 წლის მოკლება, სამაგისტროზე 1 წლის მოკლება, ამით თქვათ თითქოს რაღაცა განათლების ხარისხი გაუმჯობესდება. ესეთი რამე მე არ ვიცი ისტორიას თუ ახსოვს და დღეს გვინდა რომ ეს ზუსტად ამ საკითხზე ვილაპარაკოთ, რომ როგორ არის შესაძლებელი ნაკლები განათლებით, თქვათ უკეთესი განათლება მივიღოთ. ძალიან საინტერესო სტუმრები ყავს, თუ შეიძლება სტუმარი დავარქვათ, იმიტომ რომ ყოველ სამშაბათს აქ არიან ალბათონ მარინა ჩიტაშვილი და ნატია სორდია, რომლებიც ილაპარაკებენ ფსიქოლოგიის მიმართულებით თუ რა გამოცდილება, ასე ვთქვათ, დაუგროვდათ მათ, იმიტომ რომ რაღაც ცოტა განსხვავებული გამოცდილება არის, ვიდრე ვთქვათ სხვა ფაკულტეტების, ასევე ისაუბრებენ ვთქვათ იმ ძალისხმევაზე, რაც მათ გაწიეს იმისთვის, რომ დაეცვათ ეს მიმართულება ამ მავნე ზეგავლენისაგან და მოკლედ მოусმინოთ მათ და შემდეგ უკვე გუგა დუზუჩავა ილაპარაკებს. გუგა არის მოქმედი მასწავლებელი, რომელიც წლებია უკვე საჯარო სკოლებში ასწავლის და ზოგადად სკოლაზე როგორ აისახა, მასწავლებლებზე როგორ აისახა. მით უმეტეს ეხლა 1 მაისი ახლოვდება შრომის და შრომელთა საერთაშორისო დღე და ამასთან მიმართებითაც ვთქვათ მოკლე განცხადებას გააკეთეთ. დიდი მადლობა და ქალბატონი მარინა ისმენთ. კი ბატონო, პირველი ნათია ისაუბრებს და შემდეგ მარინა. გამარჯობათ. უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო განმავითარებელ ამბებზე რა გვიწევდა შეკრება და საუბარი იდეალური იქნებოდა. ეხლა გვიწევს მინიმუმის შენარჩუნებაზე საუბარი და ზრუნვა, რაც ჰქონდა, რაც თავისთავად არ იყო ცუდი, მაგრამ ისიც საჭიროებდა გაუმჯობესებას. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ ფსიქოლოგების განათლებაზე და საქართველოში მანამდე სანამ ეს ცვლილებები მოხდებოდა, ფსიქოლოგია ისწავლებოდა 4 წელი ბაკალავრიატზე, 2 წელი მაგისტრატურაზე და ეს იყო პრინციპში, რაც ფსიქოლოგის კვალიფიკაციას უზრუნველყოფდა ჩვენს რეალობაში. თუმცა ცოტა განსხვავებული არის საერთაშორისო გამოცდილება ფსიქოლოგის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ერთ-ერთში არ ემთხვეოდა ქართულ რეალობას. ჩვენ მიზანი იყო, რომ მინიმუმ სამაგისტრო პროგრამები ყოფილიყო ისეთი პრაქტიკული ელემენტით დატვირთული, რომ პროფესიონალი, რომელსაც ამ 6 წლის შემდეგ მივიღებდით, ყოფილიყო ისეთივე, როგორიც მაგალითად ევროპის სხვა ქვეყანაში მიღებული ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი იქნება. და უცებ აღმოჩნდით ისეთ რეალობაში, სადაც ეს მინიმუმიც კი აღარ გვაქვს და მოგვიწია, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბაკალავრო პროგრამა უნდა შემცირებულიყო და უნდა გამხდარიყო 3 წლიანი და ამასთან სამაგისტრო პროგრამაც უნდა შემცირებულიყო და უნდა გამხდარიყო 1 წლიანი. ეს იყო რაღაც განგაშის სიგნალი, რომელმაც ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირის ფარგლებში გაერთიანებული ადამიანები დააფიქრა იმაზე, რომ მოქმედების დროა და დავწერეთ განცხადება, რომელშიც არ იყო უბრალოდ განცხადება და რაღაც ჩვენი სუბიექტური აზრი, აქ იყო სხვა ქვეყნის გამოცდილება, განხილული არგუმენტები იყო მოყვანილი და ამ არგუმენტებზე დაყრდნობით ჩვენ ვეუბნებოდით, რომ შეუძლებელია კვალიფიციური ფსიქოლოგი მიიღოს 3+1 წლის განათლების საფუძველზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპაში ამ აკადემიურ განათლებას, რომელსაც უნივერსიტეტში იღებს ადამიანი, ემატება პრაქტიკის კომპონენტი, რომელიც საშუალებას აძლევს ფსიქოლოგს, რომ ის საქმე, რომლის გაკეთებაც თეორიულად ისწავლა, პრაქტიკულად განახორციელოს და შესაბამისად არა მხოლოდ ის თავდაჯერებულობა და ფსიქოლოგის იდენტობა
შეიძინოს ამ პროცესში, არამედ რაღაც კონკრეტული საქმის გაკეთებაც ნახოს, რომ გამოსდის და შეუძლია. მოკლედ, ჩვენი მიზანი იყო, რომ მინიმუმ შეგვენარჩუნებინა 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა. ასეთ შემთხვევაში ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ 1 წლიან პროფესიულ პრაქტიკას დავამატებთ, იგივე კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგი ყავდეს საქართველოშიც, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში ყავს. და შესაბამისად ამ განათლების მქონე ადამიანი შეძლებს, რომ თუნდაც ევროპაში წავიდეს, გააგრძელოს საქმიანობა, ან განათლების მიღება გააგრძელოს და ასე შემდეგ. მოკლედ, განცხადება დავწერეთ, შევიტანეთ განათლების სამინისტროში. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ამ განცხადებაში იყო არგუმენტები მოყვანილი. ეს არ იყო ერთადერთი ქმედება ფსიქოლოგების გაერთიანებისგან, ამის მიღმა ქალბატონ მარინეც სხვა მოკლედ რო არ გადავიდე იმ თემაში, რომელზეც ქალბატონი მარინა ელაპარაკებს, პროფესიული კავშირის ფარგლებში ყავს სადღაც 155 წევრი და ეს განცხადება ამ 155 ფსიქოლოგის ხმა იყო. თუმცა ამის გარდა საქართველოში ძალიან ბევრი ფსიქოლოგია და მათაც სურდათ, რომ დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, ამის ორგანიზება უკვე ქალბატონმა მარინამ გააკეთა. შედეგი მივიღეთ ის, რომ მაგისტრატურა გვაქვს 2 წლიანი, მივიღეთ პასუხიც ჩვენს განცხადებაზე, ოღონდ ეს პასუხი ისო განათლების სამინისტროში წაიღო ფოსტამ და მე უნდა გამოვიტანო, ჯერ არ გამოვიტანია, თუმცა მოგწერეს, ძალიან მაინტერესებს რა გვიპასუხეს, მაგალითად იმ ნაწილზე, რომელიც ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირის განცხადებაში იყო ხაზგასმული და ეს ეხება იმას, რომ და ჩემი აზრით 3+2-იც არ არის საკმარისი, ან ის მოცემულობა, რაც გვაქვს, არ არის საკმარისი ამ რეალობაში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს პრაქტიკის კომპონენტი და შესაბამისად, როცა პრაქტიკის კომპონენტი არ გვაქვს, შემცირება განათლების წლების არ აისახება დადებითად საბოლოო შედეგზე. ამ ნაწილთან დაკავშირებით მაინტერესებს მათი კომენტარი რა იყო, თუმცა ერთი შედეგი ნამდვილად არის ის, რომ სამაგისტრო პროგრამების წლების რაოდენობა არ შემცირებულა და 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამები გვაქვს. ეს არის პრინციპში, რასაც მე ვიტყოდი და შეგვიძლია რომ გავაკეთო. მოგესალმებით. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც მე ვამბობ და მარტო მე არ ვამბობ, მილიონერებს ხობის აზრსაც, ძალიან ცუდი პროფესიის წარმომადგენელი გახლავართ, იმიტომ რომ ბევრი რამეზე ჩდება ხოლმე, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი გასაგებია, ჩდება ხოლმე კითხვა, რომ კი, მაგრამ რაშია საქმე. და დავიწყებ ერთი ანეკდოტით. როგორ უნდა გაარჩიოთ, ვინ არის ფსიქოლოგი, როდესაც ზის ოთახში 10 მამაკაცი და შემოდის ლამაზი ქალი. 9 უყურებს ქალს, 1 უყურებს კაცების რეაქციას. ხო და ეხლა აქედან გამომდინარე არის ესეთი პროფესიული ჩვევების განვითარება არის ფსიქოლოგისათვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს ფართო ჰუმანიტარული განათლებაც, უნდა ჰქონდეს სერიოზული განათლება საბუნებისმეტყველო დარგებში და უნდა ჰქონდეს ასევე განათლება თავის დარგში. ეხლა ამის ყველაფრის ჩატევა 3+1 არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კიდევ ის გახლავთ, რომ ფსიქოლოგიის განვითარება მაჩვენა ჩვენთან არა ყოველ შემთხვევისათვის, მაგრამ ჩვენთან არა, იმიტომ რომ ფსიქოლოგია იდეოლოგიზირებული იყო და ეკუთვნოდა საზოგადოებრივი იდეოლოგიის ნაწილს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ აგვეშენებინა ისეთი ფსიქოლოგიური განათლება, რომელიც იქნებოდა ადეკვატური, რაც ხდება ევროპასა და ამერიკაში. შესაბამისად, ფსიქოლოგს, რომელსაც აქვს ურთიერთობა პრაქტიკოს ფსიქოლოგს ადამიანთან, ის არის რეგულირებადი პროფესია. რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ უნდა გქონდეთ გარკვეული განათლება, უნდა ჩააბაროთ სალიცენზიო გამოცდა და უნდა გქონდეთ მხოლოდ ამის შემდეგ დასტური იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ პრაქტიკაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში ეს არის სულ მცირე დოქტორის ხარისხი, ეს შეიძლება იყოს განათლების დოქტორი, ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიის დოქტორი, ეს შეიძლება იყოს ფილოსოფიის დოქტორი ფსიქოლოგიაში. არის ქვეყნები, თანამეგობრობის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, სადაც მაგისტრს შეუძლია რომ ქონდეს პროფესიული პრაქტიკა, მაგრამ ამისათვის მასაც უნდა ქონდეს გავლილი მინიმუმ 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამა და ქვეყანა სადაც 4 წლიანი განათლების შემდეგ 21 წლის ასაკში ხდება ფსიქოლოგი, ესეთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ არსებობს. რას ნიშნავს ახლა ეს კიდევ? ჩვენ თუ გახსოვთ გითხრა მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რომ ის აბრუნებს უკან იმ საოცნებო განათლებას, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს. საბჭოთა კავშირის დროს იყო 5 წლიანი განათლება, რომელიც იძლეოდა სპეციალისტის დიპლომს და ჩემს დიპლომში მაგალითად წერია, რომ მე ვარ ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის მასწავლებელი და ასევე ჩემ დიპლომში არის ჩამონათვალში იმას, რასაც დიპლომის დანართი ქვია, 64 საგანი ჩამოთვლილი. აქედან 34 არის ის, რაც ფსიქოლოგიას ეხება და 30 საგანია ისეთი, რომელიც არ ეხება ფსიქოლოგიას. მართალია იქ ბევრია კომუნისტური პარტიის ისტორია, მეცნიერული კომუნიზმი, ისტმატი, დიამატი და ასე ათეიზმი, მაგრამ იქ არის ისეთი საგნები, როგორც არის მაგალითად ესთეტიკა, როგორც არის მაგალითად რელიგიის ისტორია, ისეთ მაშინ ჩვენ არ გვასწავლიდნენ ანთროპოლოგიას, მაშინ როდესაც იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში მას ვისაც უნდა რომ იმუშაოს განსხვავებულ კულტურებთან, ეთნოლოგია, სოციალური ანთროპოლოგიის სწავლა სრულიად სავალდებულოა. ჩვენ შემთხვევაში ასეთ საშუალება არ ყოფილა და უფრო მეტიც საინტერესო ის იყო, რომ უნივერსიტეტი იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ მაინორის კვალობაზე ყოფილიყო არჩეული სხვადასხვა საგნები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ამის დაინტერესება თვითონ უნივერსიტეტშიაც არ იყო და მოკლედ ერთ სიტყვით მივიღეთ რაღაც ტრანსფორმირებული უკეთესი პროგრამა ფსიქოლოგიის მიმართულებით, მაგრამ არა ისეთი, როგორიც საჭირო იყო, ყოველ შემთხვევაში როგორც მგონი. მაგრამ ამასობაში არის ერთი საინტერესო ფაქტი. პრაქტიკაში ხალხმა ის დაიწყო მუშაობა და ეს ძირითადად ხდება 1995 წლიდან. ისინი გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას უცხოელ კოლეგებთან ერთად და ეს არ იყო ხანმოკლე ტრენინგები, ეს იყო ფაქტობრივად წელიწადნახევრიანი კურსი, ეს იყო რეალურად პრაქტიკაში მუშაობა და ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ დღეს საქართველოში მუშაობს 3 სიღრმის ფსიქოლოგიის მიმართულებით პრაქტიკოსები, მუშაობს კოგნიტურ-ბიჰევიორალური ასოციაცია, რომელსაც პირდაპირ აქვს კავშირი საერთაშორისო ასოციაციასთან და მუშაობს ქცევითი გამოყენებითი ანალიზის ასოციაცია, რომელიც თვითონ იქითკენ გასცემს სერტიფიკატს. ანუ რას გვეუბნება ეს? ეს გვეუბნება ორ რაღაცას. ერთი ის, რომ უნივერსიტეტები ასეთ შემთხვევაში ვერ ახერხებენ პრაქტიკისა და კვლევების ინტეგრაციას და მეორე ეს გვეუბნება იმას, რომ დროა საქართველოში გახდეს ფსიქოლოგია რეგულირებადი პროფესია. აი ამ გამოწვევების ფონზე ვიღებთ იმას, რომ თურმე 3 წლიანი განათლება +1 სრულიად საკმარისია. პირველი განცხადება, რაც გააკეთა პროფესიულმა კავშირმა, ეს იყო ზუსტად ის, რომ მითითება, რომ ჩვენი დიპლომი ფაქტობრივად 0-ის ტოლფასი ხდება და მას არავინ აღარ შეხედავს აბსოლუტურად და მეორე ეს იყო ის, რომ ის ხალხი, ვინც მუშაობს რეალურად პრაქტიკაში, მათ უბრალოდ მოეწერათ ხელი იმაზე და სხვა შორის ჩემ ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ ამაზე ხელს არ მოაწერენო, იმიტომ რომ საჭირო იყო მიეთითებინათ თავიანთი პირადი ნომერი, ცხადია, მიეთითებინათ მეილი და მიეთითებინათ ტელეფონი. უნდა გითხრათ, რომ 2 დღეში სასწრაფო წესით გამოცხადებულმა ამ აქციამ შეაგროვა 690 ადამიანი
განცხადება უკვე შეტანილი იყო პროფესიული კავშირის მიერ და მე შევიტანე როგორც ინდივიდუალური განცხადება, რომელსაც ეწერა, რომ სოციალური კამპანიის კვალობაზე აგერ თან ერთვის მთელი ეს სია და იმ დღესვე, თუ არ ვცდები, მე დილას 12 საათზე შევიტანე, ფაკულტეტმაც გააკეთა ოფიციალური განცხადება, მიმართვა მინისტრის სახელზე, რექტორის სახელზე და ხარისხის უზრუნველყოფის სახელზე ზუსტად იგივე მოთხოვნით. ნათია, მე მივიღე მინისტრის, უბრალოდ სამინისტროსაგან ოფიციალური წერილი, რომელიც ძალიან მშრალია და წერია გთხოვთ იხილოთ მინისტრის ბრძანება, ეს იყო სულ და ყოველ შემთხვევისათვის ის რომ ფსიქოლოგია თავისი მინიმალური სტანდარტით რაღაცნაირად შევინარჩუნეთ, ეს ანუ ის მოთხოვნა, რომელიც სრულიად აუცილებელია, რომ საუნივერსიტეტო განათლება მინიმუმ 5 წელი უნდა იყოს, ამის შენარჩუნება მოვახდინეთ. მე მხოლოდ იმისი თქმა მინდა, რომ სამუშაო ძალიან ბევრია, ამ 3 წლიანი პროგრამების შემუშავების ყვალობაზე ჩვენ სერიოზულად ვკარგავთ ინტერდისციპლინურობის კომპონენტს. 2 წლიანი მაგისტრატურის ყვალობაზე ჩვენ სერიოზულად ხელს გვიშლის ის, რომ არა გვაქვს კლინიკებში დაფუძნებული, ასე ვთქვათ, პრაქტიკის შესაძლებლობა და ეს არის მხოლოდ კეთილი ნების ან კიდევ სპეციალური კონტრაქტის საფუძველზე. და ეხლა, როდესაც განათლება იქნება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და არ იქნება არანაირი უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ავტონომია, ფინანსურ ავტონომიაზე ლაპარაკი, ძალიან ბუნდოვანი ხდება, რამდენად იქნება შესაძლებელი თანხების გადასროლა რეალური პრაქტიკის განხორციელებისათვის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფსიქოლოგების რაოდენობა შემცირებულია მაგისტრატურაში მიღება ზუსტად 50%. ეხლა კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მინდა ყურადღება გავამახვილო, გახლავთ ის, რომ რეგულირების და რეგულაციების ყვალობაზე ფსიქოლოგს აქვს უფლება იბრძოლოს, ეს მისი პროფესიული მოვალეობაა ადამიანის უფლებების დაცვისათვის, ზუსტად ისევე, როგორც ამას აკეთებს ომბუდსმენის ინსტიტუტი, რადგან ჩვენ მუშაობთ მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ინდივიდუალური თავისუფლება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს ქვეყანაში დაცული. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, ასეთი ცენტრალიზაციის პირობებში ჩემთვის საკმაოდ გაუგებარია და მე ვხედავ, რომ გარშემო ის ადამიანები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ინსტიტუტების აშენებას, ეხლა იძულებულები ხდებიან, რომ გადავიდნენ კერძო პრაქტიკაში, დაარსონ ახალი ცენტრები, ხოლო იმ გაყარიბების ყვალობაზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არის, მე არ ვიცი, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის ამ ტიპის მომსახურება. სახელმწიფო აფინანსებს ძალიან მწირად აუტიზმის პროგრამებს და რამდენადაც ვიცი, ამ პროგრამების დაფინანსებაც საკმაოდ მცირდება. მოკლედ, ბევრი არ გავაგრძელოთ, ამ საქმეში პლუსი ის არის, რომ თუ მოინდომებს პროფესიული თემი, გარკვეული რეზონანსი ექნება ამას და პროფესიული თემის ხრებსაც აქვს და რატო არ ინდომებენ, ეს უბრალოდ მე არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, და ბედის მონახევრიადან. ჩემი სურვილი იქნება, რომ პროფესიული თემების მეტი მობილიზაცია მოხდეს იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ შესაძლებლობა მინიმალური დანაკარგებით მაინც შევინარჩუნოთ სტანდარტი. დიდი მადლობა. ორგანიზატორს, აი უშუალოდ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც აი ამ ყოველდღიურ კაცრავად სამშაბათობას ინარჩუნებს, მათ შორის ჩვენი მოძრაობის წარმომადგენლებიც, ეს სამწუხაროდ რეგულარულად ვერ ვესწრები, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ
ზოგჯერ შედარებით მცირე რაოდენობა ესტრება აქვს. ეს მუდმივი კერა, სადაც ლაპარაკობ ძალიან სიღრმისეულად, ამომწურავად ზოგადად ეს არსებულ პრობლემებზე, რაც ჩვენს განათლების სისტემაშია და არა მარტო იმიტომ, რომ განათლება არ არის რაღაც იზოლირებული გამოყოფილი დანარჩენი რაღაც სფეროებისგან და კონკრეტულად ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის შესაძლებლობაზე. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იკრიბება ყოველ სამშაბათს. ეხლა სანამ დღევანდელ თემას შევეხები რაღაც სკოლის მასწავლებლების პერსპექტივიდან, უკვე 8 წელზე მეტია სკოლაში ვასწავლი სამოქალაქო განათლებას. მანამდე უბრალოდ მინდა, რადგან 1 მაისი მოდის მასწავლებლის შრომით გარემოზე შრომით პირობებზე და ამ პერსპექტივაზეც რამდენიმე წინადადებით თქვა და ჩვენი მოძრაობის ღონისძიებასაც რაღაცა მცირე ანონსს გავუკეთებ. ხო, მასწავლებლები ჩვენს ქვეყანაში თუ კი რამით არიან გამორჩეული, ნუ ბევრ სხვა მდგომარეობასთან ერთად არის და რომ ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული პროფესიული ჯგუფია. სხვადასხვა თვალსაზრისით გამო, ანუ ყოველთვის ნებისმიერ ხელისუფალს მასწავლებლების ჯგუფი პირველ რიგში როგორც რაღაცა წინასაარჩევნო მობილიზების მექანიზმი, ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი. მთავარი პრობლემა რაც არის, ბევრი მიფიქრია ამაზე, უამრავ პრობლემასთან ერთად ვიტყოდი, ეს არის უნდობლობა. სისტემა არ ენდობა მასწავლებლებს, მასწავლებლები არ ენდობიან სისტემას. არ არის გარემო, რომელიც ორიენტირებულია მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე, აღარაფერს ვამბობ გადატვირთულ საათებზე თუ ასე ვთქვათ, სამუშაო გარემოზე, პირობებზე, სადაც ლაპარაკი არ არის, რომ მასწავლებელს რაღაცა დამოუკიდებელი სამუშაო სივრცე ჰქონდეს. კაბინეტზე არ არის საუბარი, თუნდაც სკოლაში, კათედრებზე რო იყოს დამოუკიდებელი რაღაცა სივრცე, სადაც სამუშაო რესურსები მაინც ექნება მასწავლებელს. ხანდაჭერა საჯარო სკოლებში, ანუ ეს ყველა ვიცით, რომ ზოგი როგორც მოსწავლის მშობელი, ან თავად მოსწავლე ხო ამ სახით ყველას ქონია სკოლასთან შეხება, თანამედროვე ქართულ საჯარო სკოლასთან. მასწავლებლობა დღეს არის რაღაცა ალბათ ასაკუთრებდა ახალი თაობის ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც ახალგაზრდა პროფესიონალები, რომლებიც ირჩევენ მასწავლებლის პროფესიას, არის რაღაცა პატარა სამოქალაქო პირობაც კი ეს გადაჭერბების გარეშე. და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავითეს, რომ განათლების სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსღაურებადი სფერო, კონკრეტულად საჯარო სკოლებიც მათ შორის. და ეს ცხადია, ხო, ვერ დარჩება, ასე ვთქვათ, რაღაცას თავის შედეგების გარეშე. ამას ცხადია უთქმის გავლენა აქვს საჯარო განათლების ხარისხზე, კონკრეტულად სკოლაში. ამიტომაც, რა ვიცი, მგონია, რომ ის, რასაც სკოლის მასწავლებლები შეიძლება მიეჩვენენ უკვე რაღაც მოცემულობა, ხო? გაუფასებლობას, ზეწოლას, უღირს სამუშაო პირობებს, მათ პროფესიულ და პიროვნული განვითარების შეუსაბამო გარემოს, ეს არ არის მოცემულობა. ყველა მასწავლებელს და საქართველოში 60,000-ზე მეტი მასწავლებელია, ჩვენ კარგად ვიცით, მინდა მიმართო, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას, ეს არ უნდა მივიღოთ როგორც მუდმივი სტატიკური მოცემულობა. და 1 მაისი, თუნდაც რომელიც არის შრომის საერთაშორისო დღე, რომელსაც უნდა ვთქვათ ასევე, ხო, თანამედროვე საქართველოში არა აქვს ის თავისი სრულფასოვანი იდეა, რასაც ეს დღე ყველა ნებისმიერ დანარჩენ სამყაროში გააჩნია, იქნება ეს ზოგადად დასავლეთ ევროპის ქვეყნები თუ ზოგადად მთელი მსოფლიო. 1 მაისი ეს არის პირველ რიგში ყველა იმ ადამიანის, ყველა მშრომელის, რომელიც თავის შრომას ყიდის, დაქირავებით დასაქმებულის, რომელიც თავისი შრომით არსებობს და არა მარტო დაქირავებით დასაქმებულის, ნებისმიერი თვითდასაქმებულის, მცირე მეწარვის, ან მოსახლეობის 90%-ის. ამ მოსახლეობის 90%-ში არიან მასწავლებლებიც. ამიტომაც 1 მაისს ერთი კონკრეტული თარიღია, მაგრამ რაღაცა კიდევ ერთხელ უნდა გადავიაზროთ ამ დღის მნიშვნელობა, რომ შევქმნათ უფრო ღირსეული სამუშაო გარემო, სამუშაო პირობები, რომელიც თავისთავად უკვე გულისხმობს რაღაცა ღირსეულ და კეთილდღეობაზე დამყარებულ სახელმწიფოს. ჩვენი მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის 1 მაისს იწვევთ, სწორედ ამ საკითხზე საუბარს, ჩვენი პროგრამის და პლატფორმის ძირითად პრინციპებს სამი მიმართულებით წავადგენთ, ეს არის ეკონომიკა, სოციალური სფერო და შრომითი პირობები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ზოგადად ყველა სხვა სფეროსთან. მადლობა,
აი ამაზე მინდოდა რაღაცა მოკლედ, თუმცა რა თქმა უნდა ეს თემაც არის გაცილებით ვრცელი და კიდევ ბევრი საუბარი შეიძლება. ეხლა რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის ძირითად თემას, რომელიც გულისხმობს აი ზოგადად ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში სასწავლო ხანგრძლივობის შემცირებას. სკოლაში გრძირდება 11 წლამდე, ასევე 11 კლასით რაღაცა ჯერ კიდევ გუნდოვანია, ხო, როგორც დაანონსა, უნდა იყოს ეგრეთ წოდებული რეპერტორიუმი, რომელიც რაღაცა იქნება, ხო, რაღაც კონკრეტული საგნების მომზადება, ისე გაძლიერებულად თუ ასე შემდეგ. ხო, უმაღლეს განათლებაზე უკვე წინა მოხსენებლებმაც შესანიშნავად ისაუბრეს სხვა დროსაც კონკრეტულად ფსიქოლოგიის მიმართულებით და ასე შემდეგ. ხო, ერთი რაც არის, ხო, ყველა ვიცით, რომ სკოლა, სამწუხაროდ თანამედროვე სკოლა, ქართული სკოლა ისედაც ვერ პასუხობს იმ საჭიროებებს, მოთხოვნას, ეგრეთ წოდებული სასწავლო დანაკარგი ისედაც ძალიან დიდია, სხვადასხვა მონაცემებით ეს ალბათ არის 4-5 წელი, აქ არიან განათლების სპეციალისტები, კვლევრები, რომლებზეც ამ მიმართულებით უმუშავიათ და უკეთესად იტყვიან ამ თემაზე. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ასრულებს 12 კლასიან სრულ საშუალო განათლებას, რაც ასე ვთქვათ, მოსალოდნელი იყო და რაც მიზანშეწონილი იყო, ისედაც ვიცით და ისედაც ვხედავთ ამ რეალობას, რომ ამ ხარისხის განათლებას ის ისედაც ვერ იღებს. შესაბამისად, გაუგებარი და დაუსაბუთებელია ერთი წლის შემცირება, როგორ აღმოფხვის ან როგორ მოგვარებს ამ პრობლემას. ცხადია, ეს ვერანაირად ვერ მოგვარებს პირიქით, კიდევ უფრო გაამწვევებს, ანუ ფაქტობრივად სკოლის ხანგრძლივობა არათუ ერთი წლით, არამედ 2 წლით გრძელდება, ხო? შესაბამისად, ხო, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას, ანუ ძალიან ბევრი ისედაც მაღალია, ვთქვათ, მაღალი კლასებში სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, კიდევ უფრო ბევრი ახალგაზრდა, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი მიატოვებს უფრო ნაადრევად სკოლას, ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეს, მათ შორის უკვე ოფიციალურად და სწორედ ფაქტობრივად ისედაც განსაკუთრებით თბილისში და მართლმადიდებლურ რეგიონებშიც ძალიან დაბალია მაღალ კლასებში დასწრების მაჩვენებელი და არამხოლოდ მე-12 კლასში. ეს პრობლემა ცხადია, რეალურად არის, ხო, ამაზე ყველა მასწავლებელმა და ყველა სკოლამ კარგად იცის. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა, ან ეს კონკრეტული გადაწყვეტილება ამ პრობლემას არანაირად არ მოაგვარებს პირიქით. და როდესაც ეს ახალგაზრდები, რომლებიც კიდევ ასე ვთქვათ, რჩებიან ამ ფორმალური საგანმანათლებლო გარემოს მიერ, ცხადია, მათთვის კიდევ უფრო რთული და შეუძლებელიც იქნება მით უმეტეს თუკი საშუალო სკოლის სრული განათლებაც არ იქნებათ, უმაღლეს განათლება მიიღონ. სახელმწიფო მათ ბევრს არაფერს არ სთავაზობს, არანაირ განვითარების შესაძლებლობას და ეს იწვევს კიდევ უფრო მეტ უმუშევარ ადამიანს, მარგინალიზებულ ადამიანს, რომელსაც არ იქნება სათანადოდ განვითარებული უნარჩვევები, რომ თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს უპასუხოს და ეს კიდევ უფრო ამძიმებს სოციალურ ფრენს, კიდევ უფრო აჩენს და ზრდის რისკებს, რომ ეს ადამიანები რაღაც სხვადასხვა ანტისოციალურ ასე ვთქვათ, საქმიანობაში ჩაერთნონ. აი ეს არის უმძიმესი რეალობა, ხო? უფრო რაღაც სოციალურ-ეკონომიკური და რაღაც ფართო სიტუაციასაც რო შევხედოთ, ხო? ზოგადად საქართველოში დღეს 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებში ისედაც არის ძალიან მაღალი წილი ადამიანებისა, რომლებიც არც მუშაობენ, არც რომელიმე ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში არიან, არც რაიმე პროფესიულ განვითარებაში არიან ჩართულნი. ესეთი არის 24%. ანუ ახალგაზრდების 15-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანების დღეს საქართველოში ცხოვრება, ეს არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი, თუ შევადარებთ სხვა არც თუ განვითარებულ ქვეყნებსაც კი მათთან შედარებით ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ამ რეფორმის შემდეგ ეს წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ასე ვთქვათ, დარჩება სამუშაოს გარეშე თუ განათლების გარეშე და ეს საბოლოო ჯამში შრომით უფლებებზე საუბრობთ წერან, კიდევ უფრო გააუარესებს შრომით უფლებებს, იმიტომ რომ წნეხი გაიზრდება დასაქმებულების მხარეს, ანუ დასაქმებულები უფრო უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ისინი გაცილებით ადვილად მოახერხებენ, ასე ვთქვათ, დაბალ ხელფასზე, უფრო ცუდ სამუშაო პირობებში ადამიანების შენარჩუნებას. შესაბამისად, ანუ ეს განათლების რეფორმა რაღაც არ არის განხენებული მოქმედება, რომელიც უბრალოდ მხოლოდ განათლებას აზიანებს, ისედაც დაზიანებულ განათლების მდგომარეობას კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში. ეს პირდაპირ აისახება კეთილდღეობაზე, ცხოვრების დონეზე, ცხოვრების ხარისხზე, როგორც ახალგაზრდებზე და პირველ რიგში პირველი, ასე ვთქვათ, სხერპლი ამ რეფორმის იქნება აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს სკოლაში არიან, თუნდაც უნივერსიტეტში, მომავალი თაობის, ხო? ანუ ეს ნიშნავს, რომ 10-20 წლის მერე, როდესაც უკვე თქვათ, აი ეს თაობა, რომელიც დღეს ამთავრებს სკოლას ან რაღაცა უკვე არის უფროს კლასელი, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის განვითარებაზე, დოვლათის შექმნაზე, სამართლიანობის, თანასწორობის
და ამ იდეების რეალიზებაზე იქნება კიდევ უფრო მოუმზადებელი და კიდევ უფრო ასე ვთქვათ ნაკლები რესურსით აღჭურვილი. და ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ჩვენი ქვეყანა მუდმივად განწირული იქნება რაღაცა ისევ სიღარიბისკენ და ეს რაღაცა იქნება დახურული წრე, რომლისგანაც ძალიან რთული იქნება თავის დაღწევა. შესაბამისად, აი უბრალოდ ამ რეფორმის და ამ პროგრამულ შემთხვევაში სასკოლო ფორმალურ საგანმანათლებლო ინსტიტუციაში წლების შემცირების ზიანზე საუბარს ედმექცია, თუმცა საჭიროა რომ რაღაც კარგად ვესმოდეს, რომ ეს არ არის რაღაც განყენებულად უბრალოდ განათლების საკითხი, ეს არის მთლიანი საზოგადოების საკითხი, ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს და მთლიანობაში ეს არის ასე ვთქვათ რაღაც მიზანმიმართული, ხო, სხვა ვერაფერს დავაქმებთ, რაღაცა დაზიანება, განადგურება რაღაცა ერისა და ერის მომავლისა. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას შეკრებისთვის, ბრძოლისთვის, წინააღმდეგობისთვის. 1 მაისს კიდევ ერთხელ იყვეთ ჩვენი მოძრაობის ღონისძიებაზე, ეს გაიმართება 2 საათზე სასტუმრო მუზეუმში, ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა გუგას, ასევე ქალბატონ მარინას და ანაციას ამ თემაზე საუბრისთვის. ეს რა თქმა უნდა ძალიან ჭდება მთლიანად ამ რეფორმის სულისკვეთებაში, რომ მთლიანად რაც შეიძლება ნაკლები უნდა ისწავლონ ადამიანებმა, ნაკლები ხარისხით, ნაკლები დროით და რა თქმა უნდა ასე პირველია სწავლების დროის შემცირება ვერანაირად ვერ გამოიწვევს უკეთეს შედეგი, ვერ მიგვიყვანს უკეთეს შედეგებამდე და პირიქით თითქმის გარანტირებულად უარესი შედეგები გვექნება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აი საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრეს, აქ როცა არ იქნება ანალოგი თითქმის ყოველ შემთხვევაში ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც გვინდა რომ გავდეთ, რომ ფორმალური განათლების წლების რაოდენობა იქნება იმდენი, რამდენიც ჩვენთან, ანუ ძალიან ცოტა. კიდევ ამ თემაზე ხომ არ უნდა ვინმეს აზრის გამოთქვა, რამე კი შეკითხვა ხომ არ გაქვთ. აი ნაციას და ქალბატონ მარინას საუბარს მინდა გამოვეხმაურო, რომ შეიძლება აი პატარ-პატარა ასეთ ინიციატივებსაც ჰქონდეს აზრი, ჯერ იმის გამო, რომ შეიძლება შედეგი გამოიღოს, როგორც თქვენ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, და მეორე იმის გამო, რომ დოკუმენტირებისთვისაც ასევე მე მგონი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ესეთი ინიციატივები იყოს და აქვე მინდა ვახსენო, ადრეც ვიხსენებია ჩვენი აკადემიური საზოგადოების მიერ გაგზავნილი წერილი 21 იანვარს კითხვების წყება, რომელზეც ჯერ კიდევ არ მიგვიღია პასუხი განათლების სამინისტროსგან, ყოველ კვირა ვამოწმებ, ყველანაირი ვადა გაუვიდა, სადაც ვითხოვთ დასაბუთებულ პასუხებს, როგორც აი ამ ცვლილებაზე, სწავლის წლების შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა ცვლილებებზე და არ არის ეს პასუხი ჯერჯერობით და ასევე მინდა რომ ყველას ითხრათ, რომ შეგვიძლია გავაგზავნოთ სხვა კითხვებიც, მოთხოვნებიც, რომც არ გვიპასუხონ, მაინც გავაგზავნოთ. მგონი მაინც აქვს ამას აზრი. თუ კიდევ გინდათ ვინმეს მოსაზრების აითამონოს. გადავუხო თემიდან, რომ არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო ეს ბანერი, რომელიც ჩამოვყიდიათ ივანე ჯავახიშვილის სიტყვები, რომ სიყვარულის გარეშე არასდროს არ კეთდება არასდროს დიდი საქმე, რომ რამდენად ირონიულია, რომ მსგავსი ბანერი ჩამოვყიდეს და რამდენად სამარცხვინოა, რომ ამ ადამიანის სიტყვებს იშველიებენ, რომ პრინციპში თავიანთ მიზნებს ემსახურონ. ქართულ ოცნებას და ქართულ ოცნებაში გულისხმობ შემთხვევაში ასევე ЧСУ-ს მმართველობას არანაირი საერთო არ აქვს სიყვარულთან. როდესაც აი სიტყვებით ვერ გადმოსცემ, იმდენად დიდ მავნებლობას ჩადიან, როგორც უმაღლეს განათლებაში, როგორც უნივერსიტეტის წინაშე,
როგორც სკოლების წინაშე, მოსწავლეების წინაშე, მათი მშობლების წინაშე და საერთოდ ქვეყანაში, როდესაც აქვე რაღაც 20 წუთის თავალზე კანცელარიასთან მშობლები დგანან ყოველდღიურად გული მისდით, მათ შვილებს წამალს არ აძლევენ და ის ბავშვები სიკვდილის წინაშე დგანან რამდენიმე წელიწადში. საერთოდ როდესაც მინდა ასევე პარალელი გავავლო დიუჩენის სინდრომთან, საერთოდ ეს ქართული ოცნება, განათლება, მეცნიერება იმისთვის გინდა, რომ ინოვაციას სიახლეს ემსახუროს და ემსახუროს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ნებისმიერი რაც იქმნება არის იმისათვის, რაც უნდა იქმნებოდეს არის იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს კაცობრიობის, ანუ ადამიანების ცხოვრების ხარისხი. და ეს ქართული ოცნება მაგალითად ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის განათლებას, ინოვაციას, თუნდაც როგორც არის წამალი, ეუბნება მშობლებს, ეუბნება ბავშვებს, რომ არა, ეს წამალი მათ არ სჭირდებათ, ეს არ უნდა შეისყიდონ, არ უნდა მოხმარდნენ. მოკლედ ეს ყველაფერი ცოტა რეალურად საუბრობ, იმიტომ რომ თქვათ მომაფიქრდა, მაგრამ არ შემეძლო რომ არ მეხმარო, რამდენად დიდი მავნებლობა ეს ყველაფერი და რამდენად არის ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვული. დიდი მადლობა, თუ კი სხვას არავის აქვს სურვილი, მოსაზრება გამოთქვას, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მომბრძანებისთვის და მომავალ სამშაბათსაც გელით როგორც ყოველთვის. მადლობა.